დილა მშვიდობისა მეგობრებო, რას შვებით, როგორ ახართ? 22 აგვისტოს დილა არის, 21 წუთი არის მეგობრებო 12-ის და სადღაც 1 საათი ამღვიძავს. საშინელი სიცხეა, სახლიდან ვეიგრძნობა და წარმოვიდგინე გარეთ როგორ ცხელა. საშინლად ცხელა. სარეცხი გავიესხე გუშინ და აღარ გამიფენია და სარეცხი გავფრინდე. პლუს ქარი ბოლოს როდის იყო აღარ მახსოვს, იმიტომ რომ ბოლო თვეები ქუთაისში კონკრეტულად ქარი მე აღარ მინახია. რა მთელი ზაფხული მე მგონი ქარი არ ყოფილა და დღეს ის დღეა რომ გავიღვიძე. ქარი არის საშინელი და ძლივს გავფრინე სარეცხი, სიცხეა ჯოჯოხეთური და ქარი არის თბილი და ეს სიცხე და ეს თბილი ქარი ერთად წარმოიდგინე რა არის. საბას ვიძავს, თეკლას გეღვიძა, ლუკას სინავს, სახლი უნდა დავალაგო უეჭველი, წუხელი მინდა და სახლს დავიგებ, მაგრამ აღარ დავალაგე, იმიტომ დავიძინე. სახლი უნდა დავალაგო უეჭველი და მანქანა უნდა წავიყვანო, რომ ის ვაკუუმის ნასოსი, რომელიც ვიყიდე, დღეს მაინც დავაგო მანქანაზე. და მაგი იმედია გავაკეთებ, რა ვიცი, გუშინ წინ არც ერთხელ უსვენს არ ეცალა. და შემდეგ თუ კაი ხასიათს ვიქენი, მივიყვან მანქანას იქ რა ქვია, დინამიკებს სადაც აკეთებენ მანქანის და აი რო შიშინობს, მანქანას, ჩემს მანქანას ბლუთუს რო ვუკავშირებ ტელეფონიდან, თავის ბლუთუსზე რო ვაკავშირებ ჩემს ტელეფონს მანქანის ბლუთუსზე, ძალიან დაბალზე ისმის მუსიკების, პლუს შიშინობს ძალიან. და დისკს როცა ვაერთებ და დისკზე როცა ვუსმენ მუსიკებს, მაშინ ისმის იდეალურად ხმა, ხო და მაგის გასწორება მინდა ზუსტად. მაგრამ ჯერ იქნება ის ბენზინის ნასოსი დავაგო, მაგრამ სანამ მაგას ვიზამ, მანამდე სახლი უნდა დავალაგო. გოჭები უნდა დავუტოვო დღეს დათოსთან, რომ მოუვაროს ჩემი ერთი ნაცნობი არის, გოგა ქვია, საყვარელი კაცია ძალიან. მანქანა რო ჩამეკეტა, რო გამიღო, ის არის. ჩემ დაბადების დღეს აქ როცა ყვავდა, კერდა რომ ღეროდა, ხო გახსოვდე გარი. ხო და მაგას უნდა დაუტოვო, იმიტომ რომ მე ამ დღეებში მივდივარ ბათუმში და გოჭების საყვანას ვერ ვახერხებ გალიიდან გამომდინარე, დიდი გალია არის და ვერ მოვახერხებ. ბავშვები, მე, ჩემოდნები, დათომოდის კიდე, ამიტომ ვერ მოვახერხებ სამწუხაროდ გალიის აღებას მეგობრებო და ამიტომ დავტოვებ გოგასთან. უბრალოდ დათოსთან დავტოვებ და დათოსთან დაიარება გოგას სულ და მოხდავს ხოლმე. მაგ ყველაფერს ხომ ეს კიდე მაქვს ვეიპი თუ რას ქვია ამას. წუხელი რომ მოვწე დავიძინე, მე გევიღვიძე და ასად არ ჩანდა. გაქრა რა, მეთქი საჯანდაბაში წევი და ვაი მეთქი ახლა ბავშვებმა მოკიდეს ხელი და დაატეხე და თეკლას დაუმალია. რატო დამალე მითხარი? ბიჭებს აინტერესებდათ და დაუმალე. ხო, ბიჭები კიდევენ ხელს და უარ მოეკიდათ ხელი, თეკლამ დამალა. ხო და აგერ ქონია დამალული აქ. ეხლა კიდე უნდა გაქერებთ სახლს როგორა დანგრეული და ვიწყებ ჯერ დალაგებას და მერე ხელოსანი ისევე. მოკლედ მეგობრებო, მოემზადეთ ისეთ სუფთა სახლები გაქვთ და ვისაც გიყვართ რომ ყველაფერი ბზინავს სახლში, მოემზადეთ ჩემი სახლი უნდა განახოთ 5 დღის დაულაგებელი 3 ბავშვის ხელში და 1 მუტრუკის ხელში. მოემზადეთ ახლა, ვისაც გული გაქვთ სუსტები, რა ვიცი, ახალები დავლიეთ წამლები და მამშვიდებლები და ვიწყებთ. უნდა განახოთ 21 კვადრატის საღორე. Let's go. აქედან ვიწყებთ. ასე ვაგრძელებთ. ესე მივდივართ. იქ ამ ზღნერებია ცხია ალბათ, რა ვიცი. მგენი აგერ
აქანა აი ეს დოხი ბოლოს უნდა დავაგო, მიყვანა მაქამდე და აი ესე გამოიყურება ზალა. საერთოდ გავხინე, მეორე პარტისაც შევყი ახლა. ქარია როგორც გითხარი, ძალიან ცუდი ქარია. ფანცხელი ქარი. ახლა გადევინაცვლოთ კუხნიაში. გნახელს უნდა გამოუცვალო კოჭებს, მოამზადო და სატოვებლად. იწყება კუხნა აქედან ეს დაგავი. ეს ძველი რაღაცა ყურებდა რაღაცები, ეს ჩემოდანი. ეგენი. დასარეცხები. ეს გამიფუშტას შარვალი ბუში. აქვე ეს რო ვიყიდეთ კუში ხო გახსოვთ? ამას აქიდან ასე რო შობი. აქას ხავს თურმე წყალი. დატესტეს უკვე ბოშებმა უჩემოთ. დაჟიდო უცლიეთ წყალი, იმდენი უტესტიეთ. განახებთ ამას რომ მივალ მაგ მორეცხვის ეტაპამდე რომ განახებთ. და ესეც აქოურობა. აი ეს იყო რის ჩვენებაც მინდოდა. ეხლა კიდე ვიწყებ ნელ-ნელა დალაგებას. საწოლი 1, საწოლი 2, ამასაც გადავასწრებ, იმასაც გადავასწრებ. მე ამგეს ნახევს გამოვუცვლი და მოვალ სადაგსად დაგიბრუნდებით. აი შემდეგ ხა მომდები. პირველი საათია მეგობრებო და 13 წუთი, ანუ 2, არა ბოდიში, პირველი საათი და 3 წუთი, ანუ 2-3 წუთია სალადა დავალაგე ამ წამს. თავზე როზმარინით წავისვი და სახსრულად დავალაგებ მე მოვიბანო და დავალაგე სალასრულად, საერთოდ გავიცხე ისინი გაშრა, რაღაც ქარია და საშინელი სიცხეა, საერთოდ უცებ გაშრა. ხოდა როგორც დაგპირდით, ახლა ჩვენ უნდა დავტესტოთ აი ეს, განახებთ როგორ მუშაობს ეს. არის ქლორიანი წყალი, ანუ ქლორიცა, წყალიცა. ჩავამაბროთ ახლა ამაში. აი ესე და ახლა ამით რა ხდება? აგერ რო განახოთ. შეხედე, ამას აქ აგერ ეს რო შოვით. ნახეთ? იქ დაისხა წყალი, გვერდულად. იდეში აქ არის და აქედან და გადაისხას, მაგრამ გვერდულად რა თქმა არ ვიცი. არ ნახე? და მე ასე უკვე მოვწმინდავთ მეგობრებო ამას ჩვენ. აი ესეთი საყვარლობა რამეა. აი ესეთი. და მე კიდე ამას დავასხამთ. აი. და მივწმინდავთ. ძალიან კაი რამეა მოკლედ მეგობრებო რა. ხო და მოვწმინდავ ახლა ამას. და სახლი ესე ზალა დალაგდა აი და ნუხი დავაგოთ მე ზალაში და გადავდივარ კუხნაში. დავალაგე მეგობრებო ზალა სრულად 11 წუთი არის პირველის ესე დალაგდა ზალა ეს სულ გასაძვენდია ესე დალაგდა ზალა ნუხი აქით დავაგე ასე სარეცხი ჩამოხსოვე როგორც გითხარით ამ ქარს ეს ფარდა მიაქდა ნერვებში ხამს პირდაპირ რატომი აქ ასე ვიზამ ასე აი ესე და გადავდივარ ახლა კუხნაზე ეს გადასაფარებლები და იმდეს ვრეცხავ ეს ნაგავი ესენი აქეთ გამოვიყვანი გამოვუცვალი ამგესაც ნახერხი ეს ჩემოდანი და ეს კედელი რას დაემგვანო სარემონტოა სარეცხი გაირეცხა კიდე მეორე პარტია ნუ ორი წელი ადიელა გავრეცხე მან დადიელები და ესენი დარჩა კიდე გასარეცხი და ეხლა უკვე ამ აქაურობას ამ საღორესაც დავალაგებ და უკვე დაგებრუნდებით მეგობრებო სრული დალაგების სახლით დავალაგე მეგობრებო დავალაგე სახლის სრულად სისუფთავეში ვიმტკბები და ვნებივრობ 5 წუთია 3-ის TikTok-ი ავსკროლე, ნუ სახლი დავალაგე, როგორც გითხარით, ყავაც გავიკეთეთ CV მაგას ვსვამ ახლა ნელ-ნელა, ცოტა ხანი წავეწექით ახლა შევიღე დავიბანო და მე ვიდეო მაგას გასაკეთებლად და ავსკროლე და შევხვდა ეს ვიდეო მეგობრებო, სადაც ფორმებზეა საუბარი, პირველ კლასელების ფორმები თურმე უკვე მზად ყოფილა, პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრამდე
მშობლებმა უნდა შეიძინონ ეს ფორმა. კონკრეტულად ქუთაისში 2 სკოლაშია მხოლოდ თურმე შესაძლებელი ამ ფორმის შეძენა. პირველი სკოლის სახელი დამავით და რა ნომერია და მეორე სკოლაში მოყვა ჩვენი სკოლა თეკლასა და სტადის და 32 სკოლაში ერთ-ერთი ანუ 2 სკოლა არის ქუთაისში, სადაც შეუძლიათ ამ ფორმის შეძენა თურმე. ხო, ანუ როგორც ვთქვი და ამ 2 სკოლიდან ერთ-ერთი არის 32 სკოლა, სადაც მე დამყავს ბავშვები თეკლა და საბა და ისე გამიხარდა რომ 2 სკოლაშია შესაძლებელი შეძენა და ამ ორიდან ერთ-ერთი 32-ია, რომ მეტყვი შეიძლება პირველ კლასში ვიც შედიხართ ბავშვები, ვისაც შეგყავთ მეგობრებო, მშობლებს არ ვიცი, ფორმები ცუდი არ არის, მაგრამ ნუ როგორი ფორმები იქნება და ასე შემდეგ და თან ფასიანი რო არის და ასე შემდეგ, ამაზე რა გითხრათ, რით გადახაროთ. 60,000 და 65,000-მდე ქულა ვისაც აქვს სოციალურის, ისინი მიიღებენ ფორმებს უფასოდ. ჩვენ 95,000 გვაქვს და შესაბამისად ჩემ ბავშვებს უნდა ვუყიდო. და გამიხარდა ის ფაქტი, რომ პირველ კლასელებისთვის არის მხოლოდ ჯერჯერობით მიზადეს ფორმები. რაც შეეხება მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასელების ფორმები, მეგობრებო, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან შემოვა უკვე სკოლებში. მანამდე სრული თავისუფლება მაქვს, მიხარია უზომოდ, რაც მინდა იმას ჩავაცვე. თავიდან ფორმებიო სკოლაში წინა წელს დამრიგებლებმა რო თქვეს, რომ ფორმებზე რა აზრის ხართო, უმეტესობა მშობლებისას დაეთანხმა და მათ შორის მეც დავეთანხმე და ძალიან წუხვა რო დავეთანხმე, იმიტომ რომ მე არანაირად აღარ მომწონს ეს ფორმები, არანაირად არ ვემხრობი. ჯერ მარტო იმიტომ რომ პიჯაკი რა თუნდა ბავშვ სკოლაში ვერ ხვდები, ისედაც გათბობა, ისედაც პაჟარი არის მაშინ რა ქვია იმას სკოლაში პიჯაკით ზამთარში რა ვიცი 25 გრადუსი ყინვაროა და ზამთარში რომ ბავშვი სკოლაში წაიყვან პიჯაკით ვერ წაიღო, პიჯაკის ზემოდან კიდე აუცილებლად ქურთუკი უნდა მოანცვა და სკოლაში რო შევა ეს ბავშვი იმ პიჯაკს უეჭველი გეიხდის, იმიტომ რომ იქ ცხელა და ეს პიჯაკს რატო ყიდე რა სიმჭირდება მაინტერესებს. თან როგორც ვიცი, ოღონდ ეს არ ვიცი ზუსტად დაზუსტებით რაც ვიცი და რასაც მოვიცდი, კი გითხარით და რაც არ ვიცი ახლა მე, სავარაუდოდ შიგნით, ანუ არის პიჯაკი, არის შარვალი. გოგოს ბიჭისთვის და შარვალი და კაბა გოგოსთვის და მე მგონი ხო რა, ანუ კაბა არის, კაბა შარვალი და პიჯაკი, ანუ შიგნით თეთრი მაიკა, ანუ ხო უნდა ქონდეს და იგი ჩვენ უნდა ვიყიდოთ ცალკე, ანუ ალბათ. ხო და იმ პიჯაკის მოყოლას ის მოყოლო, ანუ ჟილეტი მაინც ყოფილიყო, ჟილეტი მიყვარს, ანუ პიჯაკი რა ჩემ შაშაკოლად გვინდა, ანუ ჟილეტი კიდე ხო თეთრ საროჩკაზე ჟილეტს მოიხურებს ბავშვი. თან ახლა ეს ფულის მახია ჩვეულებრივი ჩემი აზრით და 95 ლარი ერთი სასკოლო ფორმა, იმიტომ ღირს რომ ერთი ფორმა არავის არ ეყოფა. მით უმეტეს ბიჭები ისეთები არიან და ჩემი საბა ისეთია. რა ვიცი, არ ვიცი მე რა, თეთრი საროჩკა დილას რო გაატან სკოლაში, საღამოს უნდა გადააგდო ნაგავში. ხო და ერთი ფორმა კი ღირს ჭყალებში იაფი, მაგრამ როცა ადამიანს ბევრი ბავშვი ყავს სახლში და თან თითო ბავშვი ორი ხელი უნდა უყიდო და თან სემესტრის ბოლომდე რამდენი დაგჭირდება ღმერთმა იცის. ხო, 1.95 ლარი იაფია, მაგრამ 5, 6 და 10 ცალი უკვე არის ძვირი და ჩვეულებრივ ფულის მახე. და თან თურმე ჯარიმებიც ყოფილა, ვინც გააპროტესტებს ამას და ბავშვ ფორმას არ ჩააცვებს, რაღაცა ჯარიმები ყოფილა. რაღაცა ბავშვთა დაცვა თუ რაღაცა ერთვება შიგნითო. მეიცა ერთი წუთი თუ ფული არ მაქვს რომ ვუყიდო, უნდა კიდე დამაჯარიმო და იმ ჯარიმასაც რო ვერ ვიხდი? მე ალბათ ბავშვი უნდა წაგვართვათ? ვალდებულები ვარ პროვატაროთ. ხო, ანუ ბავშვი უნდა წაგვართვათ, თუ რას მოიმოქმედებთ, ერთი მაინტერესებს, ყურებზე ხახვი არ დააჭრათ ბარეორს რა? რით ვერ გაძეხით? უფასო რო იყოს ვიტყვი, კიდე გამიხარდება, კიდე ვიტყვი ჯანდაბას ჩემი თავი, კაია, უფასოა და რამდენი გაფუშდება, კიდე იმას ვიზამთ, ხო, მაგრამ ყოველ ერთ თვეში 95 ლარი უნდა ვიხარ. ერთ თვეში კი არა, აი მე მაგალითად საბას გადამკიდე, რა ვიცი, თვეში ალბათ 1-5 წელი გამჭირდება. საბას გადამკიდე. და ლუკაჯერ არ არის სკოლაში ღმერთმადლობა და ერთ წელში შედის და იმედია ის ერთ წელში ხო, ანუ მოკლედ მაგის თქვა მინდა და ეს ამბავი გავაგებინეთ და ვისაც პირველ კლასში არ ყავთ მეგობრებო ბავშვები და პირველის ზემოთ აყავთ, გილოცავთ, ოქტომბრამდე არ გვექნება ფორმები და ნუ ოქტომბერში მე ყველას გამძლეობას გისურვებ და
ყველას ხელი მოგვიმართოს მერთმა მეგობრებო და ასე რომ რა ვიცი მე ოქტომბრის ბოლოს წავალთ საყიდლებზე ვიყიდით სასკოლოდ ყველაფერს და გვექნება ანუ ის რომც არ წავიყვანო ბავშვების სასკოლოდ არ ვიყიდე რამე დასაცმელები ამის იმდენი აქვს და ფეხსაცმელები ხო არ თავზე მაგრამ არა ახალს ყველაფერს ვიყიდე თან მithumedes როგორც გითხარით მეგობრებო ერთმა კარგმა ადამიანმა მაგისთვის დამაფინანსა მე 1500 ლარი დამირცხა კონკრეტულად იმისთვის რომ ბავშვებისთვის სასკოლოდ მომზადებია მაგას მხოლოდ 100 ლარი მოვაკელი 1400 ლარი მაქვს შენახული მაქვს და რომ ჩამოვალ ბათუმიდან სექტემბრის ბოლოს უკვე წავიდეთ საყიდლებზე და თითო ხელი ახალი დასაცმელი ჩანთები ფეხსაცმელი ტრუსიკები მაიკები და რაღაცები ვიყიდოთ და ჩემ თავსაც არ დავტოვებ უკმაყოფილოს სხვათა შორის აგის ხმა მინდოდა. რაც შეეხება გავაკეთე ყავადაგერ არის ზალა ესე გამოიყურება. საზონები გოჭები იქ დავტოვე, იმიტომ რომ ესენი ძალიან ცელქები არიან და ფართხალობენ და ნახევრს ყრიან გარეთ და აქ რო დავსვა ნუხს დამისვრიან და ნუხზე დამიყრიან, ამიტომ ახალი ადგილი აქვს იქ. საღამოს დათოსთან გადავიყვანოთ აქ. ეს უკვე ნაგავი, ეს ძველი პურები და ასე გამოიყურება მეგობრებო. დალაგებული კუხნაც ეხლა კიდე დავიბან მე და წავიდეთ ძალიან კი მეზარება მაგრამ წავიყვანო მანქანა ხელოსანთან ვაკუუმის ნასოსი მაქვს გასაკეთებელი როგორც იქნა დამიმახსოვრე ეს სიტყვა ვაკუუმის ნასოსი მეგობრებო მაქვს გასაკეთებელი რომელიც ვიყიდე და 50 ლარი მოვეცე გუშინ წინ უბრალოდ ვერ დავაყენე იმიტომ რომ არც ერთ ხელოსანს არ ეცალ და ყველა დაკავებული იყო ხელობა დაждდება სადღაც 20-30 ლარი და იმედი მაქვს გავაკეთებ მაგ ვაკუუმის ნასოს თუ გავუკეთებ მანქანას და თუ დავუყენებ ახალს მაგ შემთხვევაში ჩვეულებრივად ჩავთავ მანქანაში გაგრილებას და ვივლი გაგრილებით მანქანით ხოლო თუ არ გავუკეთებ მაშინ ვერ ჩავთავ მეგობრებო გაგრილებას იმიტომ რომ გაგრილებას მანქანაში რო ვთავ მე უკვე ტორმუსი კარგად არ იჭერს და უჭერს დაჭერა რა და რაც შეეხება თვითონ გაგრილება გავაკეთე როგორც კატალიზატორი ვენტილატორი მანქანაში და ყველაფერი გავაკეთე ანუ ზეთი გამოცვალე დავაწეპე ის გოჭი ტლაპანი და მთელი თემები იყო რა და ასე რომ ერთი ახლა ჩემ მანქანას რაც დარჩა არის ის რომ გავუკეთო ეგ ვაკუუმის ნასოსი რომელიც მაქვს ვიყიდე პროსტა ვერ ვაყენებ ამან არ გინახე რამე და იქნება დღეს დავაყენო ეხლა და ხვალ სოფელში ვიდა წავიდე და რა ვიცი სივრილეში ვიმგზავრებდი თუ არა და ჯანდავას გავუძლებ რა ვქნა ხო აი ყოველივეს თქვა მინდოდა რომ დევიბან ახლა დაგიყვდა ცოტა ხანში ვიბანე მეგობრებო ჩავიცვი და წავედით ეხლა მანქანის თემებზე და იმედი მაქვს გავაკეთებ ეს არ გამომელია. მოკლედ წავედით. всё, მეგობრები, წავედით. სარები რეკება. საფულეს წავიღებ მაინც. ყოველ შემთხვევაში მანქანის პასპორტი რამე რო დამჭირდეს. და რა თქმა უნდა მანქანის გასაღები. ხო და ნაგავიც და წევით ვიცით სიგარეტ. ეს აიქოს ერთად ხარ კი მაქვს, მაგრამ აი ყოფილა მეგობრებო ეს რაც ხარი 1000 ნაკასიანი ჯერ კიდე მაქვს ხო და არ ვიცი რა ქვია ამას რა ქვია არის ელექტროსიგარეტი თუ ვეიპი თუ არ ვიცი ასე მოკლედ წავედით მეგობრებო არ მინახებია თუ განახეთ აღარ მახსოვს აი ესე დავალაგე მეგობრებო კუხნაც მოკლედ გამიყვანით ახლა მოდი დაგეტეთ კარი და უცებ სახლი არ დაინგრეს მე გაფრთხილებთ ესენი ძველი რაღაცეები პურები და ესენი იგი მაგალ გამიხება და მალე მოვალ ჭყვიანად იყავი ლუკა ნელა დაკეტე ხარია და მამი მიდი მეც მყახარ მოვალ მალე ყურადღებით იყავი ტელეფონთან ესე და წევედით და რასიც ხია პროსტა კოშმარია ხარიც რო ცხელი ხარი არის საკეთება დეო გადმევიტანე ერთი ტუქეს მოთლიდე და რასიც ხია
თეკლაია იყურება ფანჯრა რა უნდა ნეტა რა უნდა გოგო რა უნდა ამბობს შეგევიგო რა უნდა რა გინდა გოგო დამირეკი არ მესმის ისავ დოურეკი აბა ისე არ მესმის და მე მეგონა მანქანის გასაღები არ წაიღებო და მაგრამ ისე ხოდი მაღაზიაში წავშედი და მოვა აუ მაგას მიყიდულობ არსვა მამას მე მომეცებ არ მინდა წყალი მინდა სიბიო წყალი ბეგრიკი მაღამ დამეცახ წავედით სახელოსნოში მოკლედ აგი მანქანა სადაც და მოვა გადასული აქ ეს ჩემი მეზობელი არის ხელოსანი ჩემთან ცხოვრობს და ის კაცი აკეთებს კიდე და რა ვიცი ხება გამიკეთოს ცალა იმას მეგობრებო და აქანა ერთი ნაცნობი კაცი მუშაობდა აქანა თურქეთში ახლა იქ თურქია და აქ მოვედი აქ არიან ხელოსნები მანქანას რო ღებავენ ვიცი და იქნება ესეც გააკეთონ რა ვიცი ვიკითხავ მეც ესეც ცხემიტრო შეიძლება გავაკეთე სოფელში ვიყავ ბუშებს სანამ წავალ ბათუმისკენ ნახო იქ ხედავ გურია სამყაროს კაითანის გილეში ჩავალ აქანა სამყარო იქ შევიყვანო იქა დავლეწე ეს მანქანა ნიცა ახანა რას გადახვიდი აზრიში აგვიშვეს აკეთებენ იქაო ბოლოში და რა ვიცი აბა მოვადგინე რა უსაშველო გახდა პროსტა თან ნაწილი მაქვს და 1:15 წუთის საქმეა ბოლტებდა მიამაგროს უბრალოდ რა სიტყვის აბა შევიდა არაო სამტრედის ხიდის ქვეშ სავალისერე თვალება დავანებოს ვაკუუმის ნაშიშის დაყედება მანქანაზე და შიგნით იქ რა ვიცი არ ვაყენებო და აი მაგრამ არ მაგანაც არაო ვერ დავაყენე ჩემი კაცი აქეთ შედიოდა შემოვალ მანქანა თვალს ხოსტები ხო კაი ხო ვერ დავაყენე ჩემი
ის იქით წევიდა ვაფშე. მომაგნებს ახლა იქით დავდოვა იქით არის ვეგავაჩები. გამარჯობათ. ვაკუუმის ნასოსის დაყენება მინდა მანქანას. აქეთ გამოვი იქით არც ერთმა არაო. ხო. 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 აი, მადლობა. აი, არა, უბრალოდ შედიოდა შევალებარებით. ვიყავით ამ დროს. საჩენ ხვალ ვიკითხი აქანა. ბოლოში არა, აგერ ვიყავი. ამერ გინახე რა მე. არის ხელოსნოები და ვკითხავ რაღაცას. ოღონდ მანქანა ყავს. გამარჯობათ. ისა მანქანი ვაკუუმის ის მინდა რომ დავაყენო ნასოს მანქანას ტორმუზს. ვაკუუმის შეცვლადი და ხო. შევროლები. აი შედი ბაბუსები. აქეთ გამომიშვის. ყველგან ვიყავი. გამარჯობათ. ვაკუუმის ნასოსის გამოსვლადი მანქანის. შევროლები. აი, მოვალ ეხლავი აგერა. მეშველა. გონი, ოღონდ შევხედავ და ისე შემიძლია? ველოდ ახალ რაღაცა გავჩერდები რა. მე არ გამაჩერდი. მაგრამ რამდენი ახალი და ქოქილი მყავს. ქვემოდანაც იცვლება და ქვემოდან ვერ იმასა? შეიძლება, მაგრამ ხელია, ხელი ხოდა შევიდა. ამნაირ თუ მენახოს რა. ნახველი არა ვარ ღმერთს გეკიცები. მადლობა. საით გავქანდე ახლა მითხარით მეგობრები. ვის შევასხდე მითხარი. ქვევიდანაც იცვლება ეგი და ქვევიდან რა იცხნება? ცხელი ნეტ ასეთ ხელთათმანე ტყულა აქვს, მითხეთ წამოდი. მაგრამ ამან ახლა აწია.
გამარჯობათ. ის ვაკუუმის ის რა ქვია, ნასოსის გამოცვლა მინდა. თოქო. რაღაცა გამოსვლა მინდა უნდა. შემიძლია. შედი არის. გამარჯობათ. ისა ვაკუუმის ნასოსის გამოცვლა მინდა მანქანას. ასე დადი და იაგო იკითხე მე ვსებო. კაი, მადლობა. იაგო მეექვსი სადარი ახლა იაგო ეცე. გადავაშალებ. ეს იაგო არ ვიცი რა დადაბოს გასაუბრეთ. ყველა სექციაში მანქანა არის შესაძლოა გამოვშტერები. მეექვსი არაფერი გამას. ამას არ ყავს საკანა. გამარჯობათ. მანქანის ისა რა ქვია, ტორმუზის ვაკუუმის ნასოსის გამოცვლა მინდა. თუ შევროლეტი. მაგი მითხრეს, ხო, იაგო იკითხეოდა. ნასოსი მინდა რომ გამოვცვალე. შევროლეტი. ახლა ყველა არ მომაყვანო, თუ პირდაპირ ასე შობი გამიშვი მაშინ. ხო, ასე თუ შობი კარგად. ასე შობი და რაც მინდა, მაგრამ აზრი, მეგობრო, ისეთ სახე მიიღო, აზრი არ აქვს, არ შემოვაგე. ხოდა გამიშობს უკან. და იმ ბიჭარ გოუტეხა ხათრი და უთხრა იგიო. კაი მაშინ რა. ნაცალადებით დედა შევეცე მე ნაცალადებით. ორი ხელოსანი იყო და აზრი არ მაგნესოსი არ გამომიცლიაო არასდროს არ ვიციო თუ აქო ხო და არ შემეშალოსო და რამე სხვა არ გამოგიცვალოო და ჯოფია სხვაგან წაყვიდეო გავგიშ მე მეუთხებით ქვევით აქვს ქვევით ხოდევინა სადაც იყო და აქედან რო ჩაუყო ხელს მეთქი 100-ია და იქიდან ქვევიდანაც ჩანს მეთქი არ ვიცი. რაც არ ვიცი, მართლა გამოშტერება შეიძლება შევიდა. ეს გადევიდა ახლა აგერ კიდე ერთ სახელოსნოა. თუ არა იმ შეროლეტებში ავალ იქანა. ნიკიას. იმას იმ დღეს არ ეცალა. ხო და იქნება ახლა გამიკეთოს ვთხოვ. სulis მაგას, просто იმ დღეს არ მეცალა. ბალახვაში ვერავალ მერიდება იქანა რომ მოკვდე მაინც არა ბალახა. მერიდება იქანა თქვენი იმ ბიჭი. არ ვიცი. მან ხელოსანს ვთქვი აგერ ახლა მომიტანე რა ნაწილიაო. მიუტანა ამან და რა ვიცი აგერა ვარ. რა ვიცი და გუგნავაძე ვარ აქ. იმ აინშტაინასთან არა კაცო, ის რა. არაო? მე რა უთხარ იცი? გავალ იქითკენ თქო და თუ ვერ ვიპოვე, ვერავინ მოვალ ერთ საათში. გადიო, თუ რაღაცაა საათ ნახევარში. პიპი ამოდის. მეგობრებო სახში სადამახდე და ნერვები მივედი იქანა იმ შეროლეტებში ნიკიაზე და სამი მანქანა ყავდა იმ შეყვანილი შიგნით ერთი აწეული და რა თქმა უნდა ეხა იქანა იგი მეტყო და წადიო ანუ ამცალიაო მეტყოდა რა და იმან კიდე იქ საათნახევარი ვკითხა მაგრამ აღარა მაგდებები რა ბათუმში გავაკეთებ ბათუმში არ ვიცი სახელოსნები სად არის მაგრამ მივაკეთებ გავაკეთებ წარმოიდგინე პროსტა ქუთაისში ვერ გავაკეთებ მანქანა ნასოს ვერ გამოვცვალე ვაკუუმის გინახე ნაიდაბე? მე კი აგებ ნახე დღეს. გულში ნახე გით. გულში გულში. ახლა ხელოდები ახლა რაც ხა უნდა იყიდეს თურქულ მაღაზიაში და
ჩამოვადა გელყვანდა თურქულში და всё, ვერაფერი რამე სიმღერებათა დინამიკება. დინამიკის გაკეთებას რა აზრი აქვს? რა აზრი გავა არა, ხო, ეს თვითონ ახალ გავაგებდი. შეიძლება